მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ გუშინ მინდოდა ჩამეწერა ვიდეო ჯერ კიდე 60.7%-ზე იყო ბიტკოინ დომინაცია და ვერ მოვახერხერო ეს ვიდეო ამ ეტვირთა, მაგრამ დღეს მოდი თავიდან ჩავწერ და არსებულ სიტუაციას გაქისიარებთ. მოკლედ, როგორც იცით, დონალდ ტრამპი 20-ში შევიდა თეთრ სახლში, როგორც იცით 29 იანვარს ჰქონდა ფედერალური რეზერვის შეხვედრა, სადაც არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ მიგვიღია, ყველაფერი დარჩა ისე, როგორც მანამდე. თუ ჩემი ბოლო 2-3 ვიდეო ნანახი გაქვთ და ბოლო ვიდეოში ვამბობ, რომ ბიტკოინ დომინაციის ზრდას ველოდები, ყოველ შემთხვევაში გამოვთქვა სურვილს არა, ვარა უც რომ ბიტკოინ დომინაცია 62-63-64%-ამდე გაიზრდება თქო და რეალურად ესეც მოხდა. 64%-ამდე მივიდა ბიტკოინ დომინაცია და აი ხა უკვე ძალიან საინტერესოა ჩემთვის რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, მაგრამ თვლი რომ ეს არის ყველაზე მაქსიმალური წერტილი, სადაც ბიტკოინ დომინაცია უნდა გაჩერდეს. თუმცა თუ დავაკვირდებით RSI-ს ჯერ კიდე ჩანს რომ ერთკვირიან გრაფიკზე RSI-ს ჯერ კიდე აქვს ზრდის პოტენციალი. ამიტომ ამ კვირის მანძილზე დომინაციის კიდე ერთხელ ავარდნა არ გამიკვირდება. ამიტომ ნახოთ უბრალოდ ველოდებით და ძალიან არ ვჩქარობ. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ვარდნა გქონდა, ნახეთ პეპესპას შეხედეთ. სუპერი ბიმი. მოკლედ ყველაფერი ძალიან გაიაფებულია დღეს და მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სხვადასხვა ქოინები, ანუ ის ძირითადი ქოინები, რაც ჩემ პორტფელშია, ეს პროექტები მოვიმარაგო და დავიმატო. ანუ არ ვთამაშობ, არ ვცდილობ სხვადასხვა ნერატივებზე ვიხტუნაო, იმიტომ რომ ბოლო 2-3 თვის მანძილზე იყო მემ ქოინების ნერატივის შემდეგ იყო AI მემ ქოინების ნერატივის შემდეგ იყო კიდე რა გქონდა ხო, შემდეგ იყო AI აგენტების ნერატივი. მოკლედ, იმდენი პროექტი გამოდის და იმდენი სხვადასხვა მიმართულება შეგხვდა ამ ბოლო 3 თვის მანძილზე, რომ აი მეც ახლა ხო უყურებ სხვადასხვა იუთუბერებს და რეალურად ხვდები, რომ აი ბევრი იუთუბერი, ბევრი ადამიანი, ვისაც ვუყურებ და ვის აზრსაც პატივს ვცემდი, არაფერს აღარ წარმოადგენს ჩემთვის გარდა 2-3 იუთუბერისა, რომელიც ერთ მიმართულებას მიყვებიან. ანუ არიან ტიპები, რომლებიც ყოველ კვირას სხვადასხვა ნერატივს გთავაზობენ და გითხრევენ ამ თუ იმ პროექტის შესაძენად. რეალურად მათთვის შეიძლება ადვილი იყოს, როცა მილიონები გაქვს ანგარიშზე და როცა შეიძლება 200-300 $300 კონდეს თავისუფალი 9 მილიონი, შეიძლება ბევრი სხვადასხვა პროექტით გაერთო, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე მაგის საშუალება შემიძლია მივცე თავს, რომ ყველა ნერატივში ჩავერთო და ყველა პროექტი შევიძინო. იყო იქ AI XBT, იყო იქ GOAT-ი, იყო იქ Fartcoin-ი, ერთადერთი Fartcoin-ი, რომელმაც მართლა მიიქცია ჩემი ყურადღება და რომელზეც ძალიან ადრეულ ეტაპზე გესაუბრეთ ჩემ ვიდეოებში, მაშინ ჯერ კიდე 300 მილიონიან მარკეტ კეპზე იყო. მოკლედ, არ ვთვლი, რომ ეს ხტუნაობა და სხვადასხვა ნერატივს აყოლა კარგ შედეგს მოგიტანთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ერთი მიმართულებით გევლოთ, მაინც ძალიან დიდ მინუსში ხართ, აი დღევანდელი მდგომარეობით, ხო? თუ რომელიმე ძალიან მომგებიანი პოზიცია არ გქონდათ და საიდანვე მოგება არ აიღეთ და უბრალოდ ელოდეთ, ძალიან დიდ მინუსში ხართ, ხო? მაგრამ თუ გაქვთ რაღაც დამატებითი კაპიტალი, რითიც შეგიძლიათ ეს ვარდნა მაქსიმალურად გამოიყენოთ, ამ შემთხვევაში ცოტა დრო დაგჭირდებათ თქვენც და მეც, მაგრამ ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიღებს. რეალურად მე უბრალოდ მწამს, მჯერა ამ ყველაფრის, მჯერა კრიპტოვალუტის, მჯერა იმის, რომ ჯერ ბულრანი წინ არის, ამიტომ არ ნერვიულობ დიდად, არ განვიცდი აი ესეთ ვარდნას, პირიქით მიხარია, რომ აქვს საშუალება კიდე ერთხელ შევიზინო სხვადასხვა აქტივები,
და ვთვლი, რომ აი მაგალითად ეთერიუმის ესეთი ვარდნა ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეთერიუმს $3,400, $3,500, $4,000 ძალიან ცოტა მყიდველი ყავდა. ამიტომ ეთერიუმს უბრალოდ ჭირდებოდა ერთი დიდი ვარდნა, რაც როგორც ხედავთ, დღეს მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, იქ BlackRock-ი იქნება თუ ბევრი სხვა მოთამაშე, ძალიან დიდი რაოდენობით ეთერიუმს მოიმარაგებს მომდევნო დღეების მანძილზე, ან მოიმარაგეს უკვე, რაც ალბათ განაპირობებს შემდეგ ზრდას ეთერიუმის. არ ამგონია, რომ კიდევ უფრო დიდი ვარდნა გქონდეს, მაგრამ ეს კვირა მაინც საინტერესო იქნება, სად წავა ბიტკოინი, სად წავა ეთერიუმი და ალტკოინები. დავაკვირდეთ, მოდი, ვიჩქარებთ ძალიან, მაგრამ მე როგორც გეუბნებით, ვცდილობ ნელ-ნელა დავიმატო სხვადასხვა პოზიციები. აი ხა ჩემი გულწრფელი შეხედულება რო გითხრათ, ვთვლი რომ ეს არის მაქსიმუმი, რასაც მიაღწია ბიტკოინ დომინაცია. ანუ იმდენად თან ერთი შეხედვით მოულოდნელი იყო ბიტკოინ დომინაციის ესეთი ზრდა, მაგრამ აი ჩემი შეხედულებით როცა 61%-ზე მივედით და ესე უცებ მოხდა ბიტკოინ დომინაციის ვარდნა და თითქოს უცებ ალტ სეზონზე გადავედით, ნუ აი არ მჯეროდა, მაინც სადღაც ვფიქრობდი, რომ აუცილებლად დომინაცია გაიზრდებოდა და რეალურად იცით, რომ რაც უფრო მაღალზე ავა დომინაცია, მით უფრო დიდი ექნება ვარდნა და ჩვენთვის ეს მით უფრო დიდი შედეგის მომტანი იქნება, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც უფრო დიდი იქნება ბიტკოინ დომინაციის ვარდნა, მით უფრო დიდი იქნება ალტკოინების ზრდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე უბრალოდ ვაგრძელებ სხვა აქტივების მომარაგებას, მაგრამ თუ არ გაქვთ საშუალება, რომ დამეტებითი კაპიტალი შეიტანოთ, თუ არ გაქვთ რაღაც თანხა გადადებული გვერდზე და თუ სხვა პროექტებიდან მოგება არ აგიღიათ, შეეშვით, თავი დაანებეთ, ნუ დაისტრესებით, უბრალოდ უყურეთ ბაზარს, არ უყუროთ თქვენ პორტფელს, ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და ყველაფერი უნდა დაალაგდეს. არ ვიცი, ამ თვეში იქნება მარტში, აპრილში. სიმართლე გითხრათ, თებერვალს და მარტს რატომღაც ყველა ელოდებოდა, იმიტომ რომ ზოგადად ისტორიულად და მეც ესე მახსოვს, რომ თებერვალი და მარტი არის ყველაზე მომგებიანი პერიოდები. ყველაზე დიდი მოგების მომტანი ჩემთვის, აი ყოველთვის ესე იყო 2021-შიც, მე მგონი 23-შიც და ნუ ყოველთვის 2020-შიც, 21-შიც, 23-შიც ესე იყო. მე რაც მახსოვს პირადი გამოცდილებიდან და გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ისევ თებერვალ-მარტს ელოდება, მიჩნდება შეხედულება, რომ იქნებ თებერვალ-მარტში არაფერი არ მოხდეს, იმიტომ რომ ყველა ამას ელოდება. ან როდის არ ელოდება არავინ არაფერს, უფრო მეტად ალბათ მაისში, ივლისში შეიძლება ასევე ყველა ველოდებით იმას, რომ თქვა წლის ბოლოს, ოქტომბერში და ნოემბერში შეიძლება რაღაც მაქსიმალური ფასი მივიღოთ ბიტკოინზე ან ალტკოინებზე, მაგრამ იქნებ ესე არ მოხდეს და იქნებ ზაფხულში მივიღოთ ალტ სეზონი. მოკლედ, არავინ არაფერი არ იცის. თუმცა ერთი ფაქტი ისიც არის, რომ აი თუ გადავხედავთ ისტორიულად, თითქოს ყოველთვის გონია, რომ აი რაღაცა განსხვავებული ხდება ბაზარზე და არა და რეალურად არაფერი განსხვავებული არ ხდება ყოველთვის თითქმის იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც წინა პერიოდებში. ეხლა თებერვალია, მქონდა საშინელი ვარდნა ალტკოინებზე და მგონია, რომ всё ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ჯერ ხომ მთელი თვე წინ არის, იქნებ მართლა თებერვალი აღმოჩნდეს ის თვე, როცა მივიღებთ ალტ სეზონს, ხო? იქნებ ჩვეულებრივად ის ეგრძელდა, მოკლედ თეორიები ძალიან ბევრი მაქვს. უბრალოდ ამ თეორიებს ნაკლებად ვენდობი და რეალური არსებული სიტუაციიდან ვცდილობ მივიღო რაღაც გადაწყვეტილება და ვცდილობ მაქსიმალურად მოვიმარაგო მაგალითად სუპერი, მაგალითად ბიმი, მაგალითად რენდერი, პეპე, ნუ პეპე ძალიან კარგ ფასად არის ეხა. დავფიქრობ, რომ ჩემი ვთქვათ მცირედი რაოდენობა ბიტკოინის რაც მაქვს, გავყიდო და ჩავდო პეპეში, იმიტომ რომ პეპეს გაორმაგება აქედან ძალიან რეალური მეჩვენება და შემდეგ შემიძლია უბრალოდ ავიღო ეს გაორმაგებული თანხა და ჩავდო ისე უკან ბიტკოინში.
ერთი პროექტი, რამაც არ ვიცი, მე პირადად და ჩემ პორტფოლიოს ძალიან დიდი მოგება მოუტანა და რეალურად მომცა საშუალება, რომ აი ამ ვარდნაზე ყველა ის პროექტი, რაც მქონდა სუპერი, ბიმი, რენდერი, პეპე, ესენი უფრო მეტი მომარაგებინა, იყო OM-ი. აი ამ პროექტმა მომცა საშუალება, რომ სხვადასხვა, ანუ მოკლედ მოგება ავიღე აქედან დაახლოებით 2 დღის წინ და ეს მიღებული თანხა ამ ვარდნის დროს გადავანაწილე სხვადასხვა პროექტებზე. მაგრამ OM-ი მაინც დავიტოვე, იმიტომ რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც altcoin-ებს ჭირთ ამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, OM-ი არის ერთადერთი პროექტი, რომელიც ფეხს არ იცვლის. ის კი არა, ეხა დაახლოებით ანუ მოკლედ წინა კვირას იყო, როცა სადღაც $3.2-დან ავარდა $5.9-ზე. გუშინ ჩამოვარდა $4.4-ზე და დღეს უკვე $5.2-ია. არ ვიცი ამ პროექტის მომავალი რა არის. ეს არის RWA, ანუ Real World Asset Class-იდან. ბევრი მართლა არ ვიცი OM-ზე, რომ ხა აგიხსნათ და მოგიყვეთ ყველაფერი, მაგრამ ნუ შესანიშნავი შედეგი აქვს ამ პროექტს და მადლობელი ვარ, რომ მომცა საშუალება სხვა პროექტების დამატების. ამ პროექტს ასევე ეხა აღარ ვყიდულობ, არც თქვენ არ გირჩევთ, არ ვიცი თქვენ განსაზღვრეთ რამდენად გიღებთ, უბრალოდ 27 ადგილზე არის market cap-ის მიხედვით, ანუ 5 მილიარდი აქვს market cap-ი, მაშინ როცა PP-ს market cap-ი არის 4 მილიარდი.